ეკონომიკის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განვიხილეთ ბევრი საკითხი. საკითხები შეეხებოდა ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის, რომელიც ეხება კომუნიკაციას, ტრანსპორტს, ტვირთბრუნვას, ტურიზმს, სოფლის მეურნეობას. მაგალითად ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტვირთბრუნვა საქართველოს და სომხეთს შორის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლების მიხედვით არის შემცირებული, რა თქმა უნდა, არ არის დამამშვიდებელი, პირიქით დამაფიქრებელია და დავიწყეთ იმ მიზეზების ძებნა, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ეს მაჩვენებლები და უფრო თავისუფალი გაიზარდოს ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლები სომხეთსა და საქართველოს შორის. ამავე დროს აქცენტი გავაკეთეთ იმაზე, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო სექტორის გააქტიურებას, პირდაპირ კონტაქტების აღდგენის შესაძლებლობას, ფართო კომუნიკაციას ბიზნესმენებს შორის, ბიზნეს სექტორს შორის, მაგალითად სოფლის მეურნეობის სექტორში იმ დადებითი გამოცდილების გაზიარებას, რომელიც შესაძლებელია გქონდეს ამა თუ იმ მხარეს, როგორც საქართველოს ასევე სომხეთის მხრიდან, შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება შეიძლება ითქვას ფაქტურად პირდაპირ კონტაქტები, პირდაპირ კავშირები, პირდაპირ დიალოგები ჩვენს კოლეგებთან და თუ კი შევძელით სამოქალაქო სექტორის გააქტიურება, ხელი შეუწყობთ პარალელურად იმისა, რომ სამთავრობო დონეზე სამუშაო ჯგუფები უკვე შედგენილია და პროცესის გაღრმავებას მივესალმებით ორივე მხრიდან.